მეგობრებო, მოდით დღეს ვისაუბროთ ტერი მოუს სტატიაზე, რომელიც საუბრობს პოლიტიკის და პოლიტიკური ინსტიტუტების იმ ნაწილზე, რომელიც რატომღაც ყველას რჩება ხოლმე მეტნაკლებად თვალსაწიერის მიღმა. ანუ თითქოს ერთი შეხედვით პოლიტიკური ინსტიტუტები იმსახურება იმას, რომ ზოგადად რაღაცები დაალაგდეს, რაღაც გარკვეული შეთანხმებები იყოს მიღწეული, მაგრამ 90 წელს გამოქვეყნებულ ამ სტატიაში ტერი მოუ ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ რეალურად ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი ემსახურება არა კონსტრუქციულ შეთანხმებას, აქ არ არის საუბარი მხოლოდ რომელიმე კონკრეტული ტიპის პარტიებზე, ან მაგალითად იმაზე, რომ ოპოზიციაზე ან პოზიციაზე, აქ არის საუბარი ზოგადად შეთანხმებულ, სინქრონიზებულ მოქმედებაზე, რომლის დროსაც რეალურად შეთანხმება მთავარი ის კი არ არის, რომ რაღაც კონკრეტულ პოლისზე, კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, კონკრეტულ თუნდაც კანონ პროექტზე მოხდეს შეთანხმება, არამედ ამ შემთხვევაში მთავარი არის ის, რომ როდესაც მოხდება შეთანხმება, ეს არის მხოლოდ საქმის დასაწყისი, მხოლოდ ასე ვთქვათ, აისბერგის ზედა ნაწილი და რეალური მოქმედებები, რეალური სხეული ამ გადაწყვეტილების, ანუ მეორე ეტაპი ამ ბრძოლის და შეთანხმების იწყება მას შემდეგ, რაც მიღწეულ იქნება ეს შეთანხმებები, რადგან კონკრეტულად რა ფორმით უნდა მოხდეს ამ კანონის მიღება, როგორ უნდა მოხდეს ამ კანონის ამოქმედება, დროში როგორ გადანაწილდება და როგორ იქნება ეს ყველაფერი დროში განფენილი. აი ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ყველაფერი თითქოს რომ დააკვირდეს გარეშე ადამიანი, ყველაფერი არის ძალიან გართულებული. უხეშად რომ ვთქვათ, ამ ყველაფერს შეიძლება დავარქვათ ბიუროკრატია, ხომ, რაღაც საათებით, რაღაც რიგში დგომა, ამდენი საბუთები, ამდენი რაღაცა გაურკვეველი დანიშნულების მიხედვით გადაწყვეტილი სქემები, სტრუქტურები, ორგანიზაციები, დაწესებულებები, ანუ რეალურად ეს ყველაფერი შესაძლოა ემსახურებოდეს იმას, რომ ეს ყველაფერი არის ისევ და ისევ ბრძოლა ძალაუფლებისთვის პოლიტიკურ ნაწილებს და სტრუქტურებს შორის და ასევე ასე ვთქვათ, ერთგვარი შეფერხება, რომელიც ხშირ შემთხვევაში გამოწვეულია არა კომპეტენტურობით, არა იმით, რომ არ არსებობს ოპტიმალური გზა, როგორ უნდა მოხდეს გადაწყვეტილების სწრაფი და ეფექტური ამუშავება, არამედ იმით, რომ თავშივე გადაწყვეტილია, რომ უნდა მოხდეს აი ამ ინსტიტუტების შეფერხება, რაც შესაძლოა იყოს გამოწვეული იმ თავარი მიზნით, რომ ხელი შეეშალოს რომელიმე კონკრეტული, ყველაზე მარტივი ხო, კონკრეტული ინსტიტუტის ფუნქციონირებას, იმისთვის, რომ როდესაც რაღაც კონკრეტული ძალა დაკარგავს ძალაუფლებას, ან მაგალითად წარგებს არჩევნებს, შემდგომმა მოსულმა ასე ვთქვათ, რომ გავამარტოთ პარტიებმა ან პოლიტიკურმა იდეოლოგიებმა ვერ შეძლონ ვერც წასული პარტიების ასე ვთქვათ განსჯა და კონკრეტული დასკვნების გამოტანა და ვერც ის, რომ მაგალითად მათ ჰქონდეთ შეუზღუდავი ძალაუფლება, რაზეც თვითონვე ამბობენ გარკვეულ შემთხვევებში უარს. პრინციპში არის გარკვეული შემთხვევები, როდესაც ეს ძალიან კარგის მომტანიც კი შეიძლება იყოს, ანუ ერთი მხრივ ეს ზღუდავს ძალაუფლებას რაღაც კონკრეტული პოლიტიკური სტრუქტურების, თუმცა ეს ყველაფერი ხდება იმის ხარჯზე, რომ იკარგება ეფექტურობა, რომ იკარგება განცდა იმისა, რომ რაღაცა რეალურად აი უმარტივესი პრინციპიალური კანონპროექტი ანდომებს აღსრულებას რაღაც თვეების განმავლობაში და როცა რაღაცნაირად მოხდება მისი იმპლემენტარიზაცია, მაშინაც კი რაღაც გარკვეული უზუსტობებით, შენელებული პროცესებით ხდება მისი აღსრულება. ამასთან დაკავშირებით შეგვიძლია დავამატოთ კიდევ ის, რომ რეალურად ძალის ასეთი შეფერხება და არაკომპეტენტურობა ყოველთვის იწვევს იმას, რომ იკლებს არაეფექტურობა. ეს არ ნიშნავს იმას, რომ უნდა მიეცეს რომელიმე კონკრეტულ სტრუქტურებს რაღაც განუზომელი შესაძლებლობები, თუმცა რეალურად აქაც როგორც ყველა ზოგადად მოქმედ პოლიტიკურ პრინციპში, აქაც ყოველთვის ხელი შემშლილია რაღაც კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფების შეფერხება, კონკრეტული დაინტერესებული ჯგუფების მიერ გამოწვეული გაჭიანურება, პირადი ინტერესების საჯარო ინტერესებზე უფრო მაღლა დაყენება და ხშირ შემთხვევაში რასაკვირველია არაკომპეტენტურობა. მადლობა ყურადღებისთვის.